ეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე გრძელდება სასამართლოში. გამოკითხეს ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. ამ საქმესთან დაკავშირებით ალეკო ცქიტიშვილის სახლში ჩხრეკა 29 აპრილს ჩატარდა. ამავე დღეს ოცნების პროკურატურის წარმომადგენლები დილით ადრე ერთდროულად შევარდნენ კიდევ რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლში. გამოძიება ოლიგარქის პროკურატურაში ეგრეთ წოდებული საბოტაჟის მუხლით მიმდინარეობს. რეჟიმის პროკურორის თქმით, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი მის ანგარიშზე რიცხავს თანხებს შემდეგი დანიშნულებით. სახელოვნად გამარჯვებისთვის შესაბამისად საგამოძიებო უწყებას აინტერესებს, რა თანხებია და ვიზზე უნდა გაემარჯვათ. დადასტურებული ფაქტია, რომ ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშებზე თანხები ირიცხებოდა როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების მიერ, ასევე პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც ამ აქციების დროს გამოირჩეოდნენ მწვავე განცხადებებით. მაგალითად, ამ ანგარიშებზე თანხები, პირადი გადარიცხვით თანხები შეტანილი აქვს თამთა მიქელაძეს დანიშნულებით სახელოვნად გამარჯვებისთვის, თანხა შეტანილი აქვს ეკა გიგაურს, ასევე თანხა შეტანილი აქვს გიორგი ქადაგიძეს და სხვა ცნობილ პირებს. ასევე დადასტურებული ფაქტია, რომ ადამიანის უფლებათა სახლს დაახლოებით 9 მილიონი ლარი აქვს დახარჯული ჯარიმებში და პატიმრების ოჯახის წევრებისთვის და მათ პირად სარგებლობისთვის გადახდის დროს. შესაბამისად, ჩვენი კითხვები უკავშირდებოდა ამ ყველაფერს. ძირითადად ეს შეკითხვები რაიმე სიახლე არ არის, რასაც ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისტები ატრიალებენ როგორც მედიაში, ისე საჯარო გამოსვლებში, ამ საკითხებს შეეხება დონორები ვიყავთ, თანხას როგორ იცხოვენ, ეს ჯარიმების თანხას რატომ იხდიდით და ძირითადად ამ კითხვებზე უპასუხო. შესაბამისად, რაიმე ისეთი ახალი კითხვა არ დასმულა. ყველაზე ისეთი სახალისო ჩემთვის ის იყო, რომ თურმე ჯარიმის გადასახდელად თანხას რომ რიცხავდა მოქალაქე და დანიშნულებაში ჩაწერა გავიმარჯვებთ სახელოვნად, ამასთან დაკავშირებით მომიწე განმარტება, რომ აქ რაიმე კრიმინალის შემცველი ამ დანიშნულების სიტყვებში არ ყოფილა და მარო მაყაშვილის სიტყვებია.